პრობლემებზე ლაპარაკობ და ბუნებრივია ჩდება კითხვა, რომ რა გვეშველება. სინამდვილეში გამოსავალი არის ის, რომ საზოგადოება უნდა გამოფხიზდეს, გააცნობიეროს საფრთხეები, ისე როგორც 3 წლის წინ იყო საფრთხე, თქვათ, რომ ჩვენი ჩართვა ომში. და როგორმე თუ კი მცირე ნაწილიც მაინც ამ თემაზე ისაუბრებს, მაშინ რაღაცა შეიძლება გვეშველოს, მაგრამ მე მაგალითად გულახდილად ვამბობ ჩემს საქმეს, რასაც მე ვუყურებ. დღეს ხელისუფლება მოტივირებულია, რომ სწორედ ის ძალები შემოიყვანოს საქართველოში, რომელიც ძალებიც აკეთებს მაგ სისასტიკეს სირიაში. საუდის არაბეთი და არაბები 6 მილიარდი პროექტი რო შემოდის, სწორედ ეგ ხალხის შემოყვება მას. ირანს, არაბებს და აზიელებს, ჩვენს მეზობლებს კავკასიაზე აქვს ინტერესი. უპირველეს ინტერესი აქვს თურქეთს, რომელსაც სურვილი აქვს აზერბაიჯანთან დაამყაროს პირდაპირი კავშირი, მას ამისთვის ხელს უშლის კავკასიაში მართლმადიდებლური სახელმწიფო, საქართველოს და ასევე სომხეთის უნდა ითქვას, თუ ამას ყველაფერს დაიკავებენ, ჯარებს შემოიყვანებენ და გენოციდს მოგვიწყობენ, ჩრდილოეთ კავკასია თავისთავად პრო-თურქული ორიენტაციისა, ყაზახეთი და ვოლგის ზემოთ თათარსტალადი ადის დიდი თურანი. ასევე სამხრეთის სირიას აკონტროლებს და ჩადის ისრაელამდე. ეს არის უზარმაზარი სახელმწიფო შექმნა თურქეთის მიერ. და ჩვენ ეს საფრთხე გვაქვს. გამოსავალი არის რაში? ჩვენ ეს საფრთხე უნდა გავაცნობიეროთ. მაგრამ იქიდან გამომდინარე, მეგობრებო, რომ საქართველოში დღეს ქართველი ქალები ბოზების საერთაშორისო სოლიდარობის დღეს აღნიშნავდნენ 2 დღის წინ. მთელი პოპეზურობით და ადამიანებს აღარ გავდა ბევრი მათგანი, ადამიანებს აღარ გვაგდნენ. ყველაზე არ ვამბობ, რა თქმა უნდა. მოიხედეთ, კაცო. ამ ფონზე, ამ მდგომარეობაში 8 მარტი არა, ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე 8 მარტი არის ბოზების საერთაშორისო სოლიდარობის დღე. რატო დაწეს და გაიგეთ მისი ნამდვილი მნიშვნელობა და მიხვდებით. და მეორე კიდე არაფერი პრობლემა არ მაქვს. მე მაგალითად კომენტარის დაიწერე ერთი, რომ ადამიანი, რომელიც როგორ ამდენჯერმე ვნახე, არ დავასახელებ გარდასახელს, რომელიც ავათარი, ჯანმრთელი არ არის, 1000-მდე ადამიანი უყურებს, იმის სისულელეები უფრო აინტერესებს, ვიდრე პრობლემებზე საუბარი. ჩვენ ახლა ამ წუთში რამდენი გვიყურებს, ვავაო, პრობლემებზე საუბარი. შესაბამისად, ასეთი სიტუაციაში ხელისუფლებას მიზანმიმართულად შემოყავს იმ გენოციდის მომწყობი ხალხი საქართველოში, ამაში აკეთებს ფულს, ხელისუფლება აკეთებს ამას და საკუთარი ტელევიზიებით ამას აპრავებს იმედით, რა გადაცემას გავიდა, პრავდება ეს. საზოგადოება გულგრილად უყურებს ყველაფერს, ერთი ნაწილი და საკმაოდ დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა, მეორე ნაწილი ტელევიზიების მიერ იმდენად არიან თვითგამორეცხილები, რომ ამსტერდამში და პარიზში გონიათ თავი და ქუჩაში დარბიან, რომ არიქა ევროპაში შედიან და მეორე ნაწილი საზოგადოებისა და უფრო მეტი დიდი ნაწილი ხელისუფლების ხარდამჭერებს ვამბობ, ხმას აძლევს ისეთ ძალას და გვერდში უდგას ისეთ ძალას, რომელსაც სწორედ ეგ ტერორისტები შემოყავს საქართველოში. ხელის უწყობს, მარტო დღეს კი არ შემოყავს საქართველოში ეგ ხალხი. მთელი ამ ხნის განმავლობაში გაივსო თბილისი მაგ საზოგადოებით. მამაო ბრძანა ეხლა ყველა მითის ეს კადრები, რომ უკვე ლოცულობენ სტადიონებზე. მალე მეჩეთებს ააშენებენ და წინააღმდეგობის შემთხვევაში ფიზიკურად დახოცავენ, კაცო. და დასახოციც ვიღა დარჩება, ჩემო ქართველებო. ვინ დარჩება დასახოცი? ცოტა ხანში ეს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ქართველებმა საბოლოო დატოვოს საქართველო. თავიდან
თბილისი გადაექცა თავკომბალად. ნახე პროცესი როგორ არის. მთელი რაიონებიდან მოსახლეობა თბილისში წავიდა. ახლა თბილისიც იცლება. თბილისი იცლება ქართველებისგან. რატომ არ აქვეყნებს ხელისუფლება აღწერის მონაცემებს? მარტივია ამის პასუხი. ქართველები დღეს საქართველოში მაცხოვრებელი ქართველები უმცირესობაში ვართ. აღარა ვართ უმრავლესობა ჩვენ. 40%-მდე ვართ დასული, ვინც ცხოვრობს საქართველოში ქართველი. და მათი უმრავლესობა, ქართველების უმრავლესობა არის მოხუცებულები. ახალგაზრდები ქვეყნიდან წასულებია. და ამ დროს იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ქვეყანა დაორგანიზდება, სახელმწიფოებრივი აზროვნება რაღაც გაჩნდება, რაღაც ზებუნებრივად, რაღაც მოხდება მსგავსი რამ, ეს არის გამორიცხული. ამიტომ, როგორც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, მე და მამა დავითი, და ასე ღიად პირდაპირ გელაპარაკებით პრობლემებზე. პრობლემებზე გელაპარაკებით, ასე პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ ყველამ. მაგრამ ამ პრობლემებზე მოლაპარაკე ვიღა არის? ვინ არის ამ პრობლემებზე მოლაპარაკე? ამ პრობლემებზე ლაპარაკი ხო საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ რამდენია დარჩენილი, ვინც ამ საფრთხის წინაშე სახეს პირდაპირ უყურებს. 3 წლის წინ, მამაო, ჩემო მამაო, 3 წლის წინ, როდესაც პოზიციას ვაფიქსირებდი მე უკრაინის ომთან დაკავშირებით და ზუსტად ისი ახდა, რა ვარც მე ვამბობდი, ომამდე რომ ვამბობდი, ეს მიდევს ჩემს გვერდებზე და გავაზიარე რამდენჯერმე კიდეც. ომამდე რომ ვამბობდი, ზუსტად ისე ხდება. იწირება უკრაინა, იშლება უკრაინა და ხდება უკრაინელი ანგელოზებით ბიჭები. გაწირეს ეს. ახლაც იგივეს ვამბობ. საფრთხეს ჩვენ გველოდება საფრთხე, მაგრამ ვინმე ფიქრობს იმას, რომ აი 3 წელს რომ ვამბობდი საფრთხეზე, ამათ ვინმე ვინც მოწინააღმდეგე იყო შეინანა და მოექცნდა, მოექცა არა კვახი კაცო. არავინ არ მოქცეულა. დღეს ახალ საფრთხეზე ვლაპარაკობთ და იგივე ხალხი ეს პროდასავლელები ილანძღებიან და ხელისუფლება ჩუმად არის. და ამ ძალების შემოყვანას, ამ ხალხის შემოყვანაზე, პაკისტანელების შემოყვანაზე, არაბების შემოყვანაზე ფულს აკეთებენ. და ესე პროცესში ვიმყოფები ჩვენ. აქედან გამომდინარე, რამე გვეშველოს ხმაური საუბარი, ხმამაღლა საფრთხეს თვალებში ჩახედვა და ასე ხმამაღლა. აუცილებელია ეს ხმამაღლა ითქვა სათქმელი, აუცილებელია. სხვა შემთხვევაში ეს გველოდება სადმე შორს კი არა, ჩემო ფიფასებო. აგერ ხვალდაზე დიდი ხანი არ არის ეს პროცესი საქართველოში დაიწყება. მაგრამ თუ ჩვენ აი როგორ ამბობს, აკაკი რო ამბობს ილიას ცხედართან სიტყვებს, თუ საქართველოსო სიცოცხლე უწერიაო, ბედნიერი ხარო, შენ მანამდე მოკვდი, ვიდრე საქართველო მოკუნებაო. და თუ საქართველოსო სიცოცხლე არ უწერიაო, ბედნიერი ხარო, მანამდე მოკვდი, ვიდრე საქართველო მოკნებოდაო. და თუ საქართველოს უწერია სიცოცხლეო, მაშინო შენ არასოდეს მოკვდებიო. ხო ამ სიტყვებს ეუბნება ილია ჭავჭავაძე ცხედართან. შეიძლება რა ვიცი, ისე ჟღერდეს, მაგრამ თუ ჩვენ სამშობლოს მამაო გამოგვიძება უწერია და ჩვენ სამშობლოს გადარჩენა უწერია, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ მამაო. ეს ხელისუფლება უნდა გასამართლდეს როგორც ქვეყნის წინაშე ჩადენილი უზარმაზარი ბოროტმოქმედებებისათვის. ეს ხელისუფლება როგორ ნაციზმი გასარმართდა გერმანიაში, ეს ხელისუფლება ლიბერალური ხელისუფლება უნდა გასამართლდეს. ამდენი ბოროტმოქმედება გენოციდისთვის, ერის გენოციდისთვის, ნარკოტიკებში ჩამხჩვალია ქვეყანა, კაზინოებით იძარცვება ქვეყანა. ახლა კიდე ქვეყანადან ტოვებს ქართველები. სოფლებში აღარ არსებობს უკვე ქართული ლაპარაკი, აღარ არსებობს. აგერ ფულს აკეთებენ არაბების შემოყვანაზე. და ეს ხალხი იყიდის მერე სოფლის ტერიტორიებს, მარტო იმ მიწაზე კი არ გაჩერდებიან, ჩემო ქართველებო,
ვინც რომელი მიწების გადაცეს წანიშში თუ ზღვისპირეთში ქალაქები უნდა აშენოთო, იქ კი არ გაჩერდებიან ამდენი ფული რო ეკდებათ. ჩვენ ამ მიტოვებულ მიწებს აითვისებენ. ეს არის კატასტროფა, დავთავრდება საქართველოს არსებობა, მაგრამ თუ გადარჩენა გვიწერია, აუცილებელია ეს ხელისუფლება პირველი პირები განსაკუთრებით გასამართლდეს საჩვენებლად ქვეყნის წინაშე ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვის და ის ხალხი, რომლებიც დღეს აპრავებს ამ ბოროტმოქმედებას, თუ დანაშაული არ დაუმტკიცდება, უნდა აეკრძალოს თანამდებობაზე და საერთოდ სადმე პასუხისმგებელ ადგილებზე ყოფნა. იმდენად ბოროტმოქმედება ხდება ქვეყანაში, იმდენად საშინელებაა უკვე ქვეყანაში, დააძინეს ქართველი ხალხი. ქართველი ხალხს ახლა გადაჭედილია რესტორნები, მარხვა დაიწყო მერე რა. გადაჭედილია მამაო რესტორნები, გაიარეთ, ნებისმიერ თბილისში, გაიარეთ. ქეიფი დროსტარება, პულიშონა, ქვეყანა კატასტროფასთან მიდის. ვის საინტერესებს შენი ქვეყნის ტკივილი და სხვალიდელი უბედურება, რატო? იმიტომ რომ ვერ ხედავენ, რატო ვერ ხედავენ? იმიტომ რომ პროპაგანდისტული მანქანა არის ამუშავებული ტელევიზიების მიერ, სადაც გამორეცხილია ჩვენი ხალხის ტვინები. საფრთხეს არ განახებენ, არ გეუნებიან, უფრო მეტის საფრთხეზე გელაპარაკებიან, ეს კარგიაო. არაბებითა და პაკისტანელებითა და ინდოელებით რო ივსება ქვეყანაო და გლოვოს ეს არის ბიჭები, საყველები რომ მიაქვთ, რა კურიერები, ისინი რომ უკვე ქართველები აღარ არიანო, ეს არის კარგიო. კორპუსები რო შენდებოდა, ქართველების გარდა ყველა რო ყიდულობსო და გაივსო არაქართველებით, ქვეყანა ეს კარგიაო, კაი ბიზნესიაო. ამას აჯერებენ საზოგადოებას. და ვაჭრები დღეს გიორგი თქვა და აბსოლუტურად ვეთანხმები, ქვეყანას მართავს მეგობრებო ვაჭრები, ვაჭრული სულისკვეთების ადამიანები და რა უნდა გვეშველოს შემოკარგებო? არ ვიცი რა უნდა გვეშველოს. ერთადერთი რაზედაც შეიძლება გვეშველოს ეს არის მოვემზადოთ მოწამეობრივი სიკვდილისთვის. თუ არ გვეშველება, სული მაინც გადავიჩინოთ, ხოლო თუ გვეშველება, უეჭველი უნდა გავასამართლოთ ეს დანაშაულებრივი ადამიანები, რომლებიც ქვეყანას მიიყვანეს ამ ზომამდე. თუ გადავჭით, რა თქმა უნდა, ჩვენ